მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა. მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი გადაცემის სტუმარი, ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე. მოგესალმებით ბაკურ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირველად გვაქვს შესაძლებლობა დარწმუნებული ვარ ძალიან სასიამოვნო ეთერი გამოგვივა. ბაკურ, მინდა ვისაუბროთ, ვინაიდან აი პირველად გვიწევს საუბარი, არაუშუალოდ მხოლოდ დღეს მიმდინარე პროცესებზე გვექნება ლაპარაკი. ცოტა უფრო ადრიდან რომ დავიწყოთ. ძალიან საინტერესო არის თქვენი შეფასებები გარემოზე ზოგადად რაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ქვეყანაში. გულისხმობ არჩევნების შემდგომ დაწყებულ პროცესებს, როდესაც მალევე დაიწყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები ქუჩაში. აქციები, რომელზეც გავიდნენ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ მათ შორის ახალგაზრდები, სტუდენტები, სტუდენტური მოძრაობები ვნახეთ და ერთგვარად აი მთავარი პრეტენზიაც, რასაც ისინი ხელისუფლებას უყენებენ, არის ის, რომ ეს არის ხელისუფლება, ეს არის რეჟიმი, როგორც ამბობენ, რომელიც ებრძვის ახალგაზრდებს, მიდის ახალგაზრდობის წინააღმდეგ და პირიქით ახალი თაობის წინააღმდეგ და ცდილობს რომ ქვეყანა წაიყვანოს წარსულისკენ. ყოველ შემთხვევაში აი ნარატივი როგორც ასეთი, მე ვისთანაც საუბარი მქონია და ზოგადად იგრძნობა, მათ აქვთ სწორედ ასეთი განწყობები. აი საინტერესოა, რამდენად არის ეს რეალურად ასე თქვენი ხედვით, რამდენად სწორია იმისი მტკიცება, რომ ერთიანია ქართული ახალგაზრდობა აი ამ პროტესტებში და ახალგაზრდები ზოგადად არიან აი ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალა ქვეყანაში. სწორია აი ასეთი აღქმების დათესვა თქვენი აზრით. მოგესალმებით, მივესალმებით TV4-ის მაყურებელს და გისურვებთ გაზრდას რეიტინგის და უფრო და უფრო მეტი მაყურებლის გაჩენას და მოზიდვას. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის პოდკასტების დაწყება ჩვენს ქვეყანაში და სოციალური მედია იმედია რომ ძალიან სერიოზულ ადგილს დაიკავებს უკვე და საინტერესოა იმით რომ არის მრავალფეროვნების საშუალება, ანუ ეთერი პრინციპში უზარმაზარია და ყველას რაც მოსწონს შეიძლება შესთავაზოთ და მე იმედი მაქვს რომ თქვენ მადლობა დიდი, ამისი მნიშვნელობა გვაქვს. ის მნიშვნელოვანი რის გამოც თქვენ ჩაქრთავენ, როდესაც გახსნიან თავის კომპიუტერს. რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს და ცოტა ადრე დაწყებას, იცით, აი ძალიან უკვე ცოტა სასაცილოდ მეჩვენება რაღაცა შეფასებების გაკეთება, იმდენად ყველაფერი ღიაა და ლანგარზედებს, ანუ თუ ვთქვათ 3, 4, 5, 6, 7 თვის წინ, ან თუნდაც 1 წლის წინ ჩვენ შეიძლებოდა რაღაცები გვევარაუდა, ვიღაცებს დაგვეჯერებინა ხელისუფლებისთვის, ვიღაცებს დაგვეჯერებინა ოპოზიციისთვის და გუმანით მიგვაღო გადაწყვეტილება სახლში დავრჩენილიყავით თუ აქციაზე გავსულიყავით, დღეს ყველაფერი დებს ლანგარზე. ის რაც ხელისუფლებამ ისაუბრა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე, მანამდე წინაარჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზეც და საერთოდ ბოლო 4 არჩევნების მანძილზე, მთელი საარჩევნო კამპანიის პანდემიის პერიოდში, ეს დაახლოებით 6 წლიან პერიოდს მოიცავს. 2019-დან შემიძლია 20-დან უფრო კი, ხო, მე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ის, რასაც ხელისუფლება ძალიან დოზირებულად და ძალიან დიპლომატიურად, მაქსიმალურად თავშეკავებით, მაგრამ რაღაცნაირად აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას, თუ რა წნეხის ქვეშ იყო საქართველოს ხელისუფლება ჩვენი დასავლელი ეგრეთ წოდებული მეგობრების მხრიდან, ეს აღმოჩნდა ყველაფერი ლანგარზე დადებული და ღია, ანუ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ მაგალითად USAID აფინანსებდა ხაბერდოვან რევოლუციებს სხვადასხვა ქვეყანაში და ერთ-ერთი რიგში ვიყავით ჩვენ საქართველო. ეს ყველაფერი დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ და ამის შესახებ მთელ მსოფლიოში ღიად მიდის საუბარი. ორგანიზაციები, რომლებიც ამას აკეთებდნენ, დაილუქენ, დაიკეტნენ, 170,000-ზე მეტი ადამიანი არის სახლში გაშვებული, უმუშევარი, საოცარი წმენდა მიდის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურებში, ისეთივე როგორც ჩვენთან თვით წმენდა დაიწყო. ანუ საუბარი იმის შესახებ, რომ დღეს ვთქვათ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ლიდერი არის მართალი და მოდი ჩვენ გავყვეთ ამას ან ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავი გამოაცხადა ოპოზიციის ლიდერად და ბევრჯერ მოგჭრა საკუთარი ქმედებით ბოლო 1 წლის მანძილზე თავი. ეს ყველაფერი უკვე იმიტომ რომ ყველაფერი ღია არის, ყველაფერი ლანგარზე დევს, ყველაფერს ღიად საუბრობენ და ამტკიცებენ იმას, რასაც
ძალიან დიდი ხნის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება თავის მოსახლეობას ეუბნებოდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის საკითხი ასე არ დგას რომ ახალგაზრდობა ებრძვის ხელისუფლებას დიდი ბოდიში მე ძალიან მერიდება და ძალიან ვაკვირდები სიტყვებს იმიტომ რომ ხო ხვდებით საინფორმაციო გამოშვებაში გაზრდილი ადამიანი მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყველა სიტყვას აქვს თავისი ძალიან სერიოზული მნიშვნელობა და ესე წამოძახილი მაგალითად 5 ადამიანი დგას სადღაც და საქართველოს ქართველი ხალხის სახელით საუბარი და სრულიად საქართველოს მოსახლეობის სახელით საუბარი უხერხული არის მე მგონი უკვე იმ პოლიტიკოსების ხა ბავშვებმა შეიძლება ეს თქვან რომ ემოციურად რომ მთელი საქართველოს აქვართ მაგრამ ხა პოლიტიკოსი რომ ამას ამბობს თუნდაც 30000-იან თუნდაც 100,000-იან მიტინგზე ეს მისი სირცხვილია ძალიან დიდი და მე მგონია რომ უკვე უნდა გაიზარდონ ჩვენი პოლიტიკოსები იმიტომ რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარს თავი დაანებენ. ეგ რის ბრალი არის აი თქვენი აზრით რომ ვერ იზრდებიან აი საქართველოში განიცადა პოლიტიკურმა კლასმა ერთგვარი დეკვალიფიკაცია შეგვიძლია ამას სრული დეგრადაცია რა არის რეალურად ამისი მიზეზი რომ მიჭირს ხოლმე ამისი ახსნა წარმოგიდგენთ რომ მე 1991 წლიდან ვაშუქებ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ვიყავი მეორე არხის საინფორმაციო გამოშვების გამომშვები მაშინ ესე გვერქვა და წარმოიდგინეთ ტელევიზია რომელიც ორი იყო საქართველოში და პირველი საინფორმაციო გამოშვება ჩვენი გადიოდა საღამოს ეთერში მაშინ უშუქობის და უგაზობის და ომების პერიოდი ეხა იქიდან მოყოლებული ყველა პარლამენტის წევრი მახსოვს და ყველაფერი მახსოვს რაც ხდებოდა პარლამენტში და ყველა პროცესის პრაქტიკულად მონაწილე ვიყავი. შემდეგ უკვე ჩავერთე პროცესებში, ანუ შიგნიდან ვიცი რა ხდება. რა არის იცით ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ძალიან დეგრადირდა და დაბლა დაიწია პოლიტიკოსების დონემ, ანუ მე ვლაპარაკობ აი პოლიტიკოსების რანგმა. არა პიროვნულად, შეიძლება პიროვნულად ეს ადამიანი ძალიან ნორმალური ადამიანი არის, განათლებულიც არის და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ნამდვილად ვერ შევადარებ ყველაზე ცუდ პოლიტიკოსაც კი, რომელიც მაგალითად იჯდა 90-იანი წლების მოწვევის პარლამენტში. ყველაზე ჭრელი პარლამენტი, პირველი პარლამენტი იყო თუ გახსოვთ, სადაც კონსტიტუციის მიღებაზე ქალბატონი ლუიზა შაკეშვილიდან დაწყებული ბატონი ჭაბუ ამირეჯიბით ყველა ყვიროდა. 94 წლის ხო, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ იქ იყვნენ ადამიანები ისეთი განათლების და ისეთი ბექგრაუნდის მქონე უზარმაზარი. რა თქმა უნდა, ეს იყო გარდამავალი პერიოდი, რა თქმა უნდა, ისინი იყვნენ საბჭოთა ადამიანები, საბჭოთა პერიოდში დაბადებულები, რა თქმა უნდა, იყო ბევრი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი და დისიდენტი, რომელიც შემდეგ პარლამენტის წევრი გახდა, მათ თანამდებობებიც კი დაიკავეს, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს ეს ძალიან ბევრი. ამ პოლიტიკური კლასი ოპოზიციაში არის ძალიან დაბალი, რასაც პირიქით ვხედავთ ქართულ ოცნებაში. ნახეთ, წარმოიდგინეთ, ახლა პირველად ქართულმა ოცნებამ მოკრიბა ყველა შედარებით პროგრესული და ნორმალური ადამიანი გააკეთა კოალიცია და მოვიდა ხელისუფლებაში, ეს იყო ძალიან სწორი ნაბიჯი ბატონი ბიძინა ივანიშვილის. რა თქმა უნდა, მაშინ სხვანაირად უნდა მოეწყო. რა თქმა უნდა, მაგრამ შემდეგ ეს ადამიანებიც დაინიშნენ თანამდებობაზე. თუ გახსოვთ, იყო თავდაცვის მინისტრი, თუ გახსოვთ, მათ დატოვეს ეს თანამდებობები. ისინი არ არიან სახელმწიფო მოხელები, სახელმწიფოებრივად მოაზროვნები, ისინი არიან გაზრდილები და ჩამოყალიბებულები, რომ იყვნენ ოპოზიციაში. ნუ რესპუბლიკელების ფრთაზე მაქვს ამჯერად ლაპარაკი. კიდევ არის რამდენიმე პატარა პარტია ესეთი, რომელიც არის პრინციპში არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის დატრენინგებული და იმან უნდა ააკეთოს და ისაუბროს ის და ის ამაში იღებს ფულს. ამიტომ მათი თანამდებობაზე ყოფნა იყო აბსოლუტურად არაეფექტური. აბსოლუტურად არაეფექტური. ხა თუ დამისახედებთ ერთ მიღწევას ქართული ჯარისკაცი ქალბატონი თინახიდაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, გავჩუმდები და ვაკებ ნამდვილად, მაგრამ არაფერი არ მომხდარა. მე თავდაცვის უწყების თანამშრომელი და რომელსაც მქონია, მე არა ვარ ამ საქმის ექსპერტი, რა თქმა უნდა, და ამიტომ ვერც კრიტიკაში შევალ, მაგრამ მათგან რაც მომისმენია, პირიქით, ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთულ პერიოდად და ცუდ პერიოდად ასახელებენ ჯარისას. ეს ხო, გასაგები არის, ამაზე უნდა ისაუბრონ იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ყველაფერი ჩვენზე უკეთეს. მე საუბრობდი იმაზე, რომ პოლიტიკური კლასი ქართულ ოცნებაში 12 წლის მანძილზე ძალიან გაიზარდა და დღეს თუ ვისაუბროთ იმაზე, რომ მაგალითად ეს ხელისუფლება ახალგაზრდებს ებრძვის, ამ ხელისუფლების სათავეში დგას ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიის. და გუნდიც ისედაც ახალგაზრდა. გუნდიც აბსოლუტურად ახალგაზრდა არის. და დასავლეთში განათლება მიღებული, დასავლეთში ნაცხოვრები, თან განათლება მიღებული ისე კი არა რაღაც სერტიფიკატებს რო იღებენ. სერიოზული მასტერები დაცული და დოქტორები და პოლიტიკური
ნახეთ როგორი განათლების მქონე კონსტიტუციონალისტები, პოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორები და ასე შემდეგ. ასეთი ტიპის ხალხი ყავს ჩვენ დღეს ხელისუფლებაში და ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ჩვენ ყავს დღეს ხელისუფლება, რომელშიც არც ერთი უცხო ქვეყნის აგენტი არ არის. ანუ უცხო ქვეყნის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი დღეს არც ერთ თანამდებობაზე არ ზის. როგორც ესე შორიდან ჩანს. თუ ზის და ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესს ვინმე, მაგრამ აკეთებს იმას, რასაც დღეს აკეთებს, მე მინდა ვთქვა, რომ ხოშა გაუმარჯოს ღმერთმა. ნამდვილად, იმიტომ რომ პირველად ბოლო 10 წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე ქართველ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა და რაღაცაზე ფიქრობს და ემოციებს გვერდით გადადებს, რაც ძალიან რთულია. პირველად ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც არის დასავლური პროგრესული ტიპის ხელისუფლება, რომელიც იცავს სახელმწიფო ინტერესებს და იცავს ამას ყველასთან. იცავს ამას ამერიკასთან, იცავს დასავლეთთან, იცავს რუსეთთან, იცავს აზერბაიჯანთანაც და სასომხეთთანაც, ირანთანაც და ჩრდილო კავკასიასთანაც. არ აქვს მნიშვნელობა. საქართველოს სახელმწიფო ინტერესს იცავს და აცხადებს, რომ მე არ ვიქნები ვასალი. თუ გინდა ჩემთან პარტნიორობა, ვიყოთ პარტნიორები, ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები. ყველანაირი პირობა არის ქვეყანაში შექმნილი, რომ ჩვენ ვიყოთ კარგი პარტნიორები, მაგრამ შენ თუ ზემოდან თითის ქნებას მიპირებ, მე გინდა ამერიკის შეერთებული შტატები იყო და გინდა ევროპა, მე ამას არ გაგაკეთებია. ეს რა თქმა უნდა ბადებს ჩვეულებრივ მოქალაქეებში, ჩვენში სიამაყის გრძნობასაც და ბადებს განცდას იმისას, რომ ახლა იბადება ნამდვილად დამოუკიდებელი საქართველო. აი ქართული ოცნების მოქმედებებით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდი მცდელობებით და ამ თემას მინდა შევეხოთ სუფთა ადამიანურ წრეში შემდეგ ბატონი ბიძინას ქცევას საერთოდ მისი საქართველოში ყოფნის დროს. მე მგონია რომ ეხლა იბადება სუვერენული დამოუკიდებელი ნამდვილი საქართველო, რაზეც ჩვენ ვიბრძოდით 1989 წლის 9 აპრილს და უფრო მანამდეც და ჩემზე მეტად კიდე სხვები იბრძოდნენ, რასაც შეეწირა მერებ კოსტავა და რასაც შეეწირა პრინციპში ზვიად გამსახურდია და ბევრი ძალიან მაგარი ადამიანი, რომელსაც საქართველო უყვარდა. აი სწორედ ეხლა მიდის ამის ფორმირება, რომ ქვეყანა არ იქნება არავის ვასალი, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და თუ ინტერესთა თანხმედრა მოხდა, ჩვენ შეგვიძლია ვიპარტნიოროთ. და ამხელა ბედის ირონია, რომ ამ იდეას უპირისპირდებიან, ხო, რეალურად. და წარმოიდგინეთ, რომ ამის პარალელურად რაღაც 495 თუ 350 თუ 25 თუ 91 დღეა უწყვეტი რეჟიმით მიდის აქციები. აი როგორ შეიძლება დღეს საქართველოს რომელიმე მოქალაქე არ ტრიალდებოდეს და არ მიდიოდეს ევროკავშირის საელჩოსთან პრემიერის განცხადების შემდეგ, რომ მოგვცენ გახსნან მოლაპარაკებები და დღესვე ვაწერ ხელს. ამ დროს ხომ ჩვენ თუ საქართველოს მოქალაქე ხარ, უნდა მოტრიალდე, მიადგე ევროპის საელჩოს და ევროპის საელჩოს უთხრა ხო, კი, მე არ მომწონს ეს ხელისუფლება, მე არ მომწონს ისინი, რასაც აკეთებენ, მე მათ წინააღმდეგ ვარ გამოსული, მაგრამ დღეს პრემიერმა თქვა, რომ მომცენ გახსნან მოლაპარაკებები და პირიქით, ჩემი ინტერესი არ უნდა იყოს. მოდით, აი ამ პრორუსებს ჩამოყადოთ, მიღაბი და მოგვეცი შანსი. მოსთხოვონ ევროკავშირის საელჩოს. ჩვენ ყავს ძალიან ცუდი ხელისუფლება, პრორუსი, საშინელი, მაგრამ ჩვენ ამ აქციებით გამოვძალეთ მათ, რომ მოლაპარაკებებს თუ გახსნით, ესენი აწერენ ხელს და დროზე გაგვიხსენით მოლაპარაკებები. არა, ფეირვერკებით დაუწყეს პარლამენტის ძალაშენობას ბრძოლა. შემდეგ ვიღაცები აღმოჩნდნენ იქ სადაც არავის არ უსურვებთ დედამიწაზე და არასდროს მოხვედრას მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულების გარეშე ვერ იარსებებს ერთ-ერთი სახელმწიფო ფიზიკურად, როგორც არის მოწყობილი ჩვენი ცხოვრება ასეა და ციხის გარეშე ვერ არსებობს და ნამდვილად უთან არ გძნობს სულ ყველას ვინც იქ-ის, იმიტომ რომ ეს საშინელი ადგილია ნამდვილად ვიღაც ამ ჭუის სასწავლებელთ რა. ნუ საშინელი ადგილია მოდით რა ციხე უბედურება, ამიტომ ყველას უსურვებ დროზე გამოსვლას, მაგრამ აი როგორ იბადება ნამდვილი სახელმწიფო. ნახეთ, ბევრმა ადამიანმა სისხლის სამართლის კოდექსიც კი არ იცის. იქ მდგომა არ იცის მაგალითად რომ პოლიციაზე ხელის დარტყმა სისხლის სამართლის დანაშაულია, არ იცის კიდევ ბევრი რამე. ამიტომ ჩვენ ემოციურ ხალხი ვართ ქართველები, თან ახალგაზრდები არიან და რაღაცას რო გააკეთებენ, გონიათ რომ მე რა ტროტუარის ქვავისროლე ეს
სისხლის სამართლის დანაშაული. ესეც იბადება ახლა ხვდები, ესეც ფორმირდება. მე ამას წინათ ვიღაცას ველაპარაკებოდი და აღარ დამთავრდა ეს მიტინგები და მე ვთხარი და ჩვენ დაახლოებით შვეიცარიაში ვცხოვრობთ. გოგონთ იქ ყველაფერზე არის რეფერენდუმი და ჩვენთან ყველაფერზე მიტინგები. აი თქვენ თქვით რომ ბევრმა მათგანმა არც იცის რომ შეიძლება ზღვარზეა რაღაც დანაშაულის ჩადენის, ხო? მე შორს ვარ იმაზისგან, რომ იქ ვინც იკრიბება, ხა ყველა მიდის იმისთვის, რომ რამე დააშაოს. რა თქმა უნდა, არა და მათ შორის არა, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი ბავშვებით არის აბსოლუტურად. ბატონო, მათ შორის ისინიც კი, ვინც შეიძლება რაღაც ფორმით პასუხისგებაში არიან მიცემული, არც კონდათ გააზრებული, რომ ამას ჩადიოდნენ. ერთნიშნულად მათ არც შეიძლება ძალიან ბევრს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ თუ ხელისუფლება შენ გაძლევდა იმის საშუალებებს მანამდე მიტინგებზე. რის საშუალებებს? აი ამაზე მინდოდა მეკითხა შენ და რბილად გექცეოდა და შემდეგ შენ თქვი რომ ესენი უნიათოები არიან. ესე აი ეს მინდოდა სწორედ მეკითხა თავშეკავება მანამდე ჩვენ ხო გვინახავს მათ შორის აი ამ ადამიანების ან ამ რადიკალური ჯგუფების მიერ გამართული პროტესტები მანამდე აი გავრილოვის ღამეს რო ეძახიან გვინახავს მათ შორის ისეთი შეურაცხყოფები სამართალდამცავებისთვის სახეში შეყრილი ტუალეტის ქაღალდები და ასე თუ გუშინ ქალბატონო ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოფრთანდა და შეადაგმო ბულგარეთის ამბები რომ ერთი წელი მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს მე მგონი საელჩოს ხო სოფიაში აი ხა როდესაც ქალი ამაზე კომენტარს აკეთებს და ჩვენთან აგზავნის ევროპარლამენტარებს და გვიძახის რომ მშვიდობიანი აქციები არის აქ და ზემოთ ბაგაბუგია და იწვის პარლამენტის შენობა 10 დღის მანძილზე უცებ ხელისუფლებამ რომ აგრძალა ფეერვერკები და ამოიღო პარტიის ოფისებიდან გამზადებული პიროტექნიკა უცებ ხელისუფლება აღმოჩნდა დიქტატორი და გახდა რეჟიმი და ძალიან დიდი ბოდიში ხლა პოლიციელს რომ შეასხავ ბენზის და ცოცხლად ცხეცხლს წაუკიდებ და ამაზე რო რეაქცია არ აქვს და სოფიაში კედელს მოხდა ისა რა ქვია მოლოტოვის კოქტეილი რაც ძალიან ცუდია მაგრამ ამაზე პრესკონფერენციას მოაწყობ იმიტომ არის დარჩენილი ღია კარებში და კაციშვილი პასუხს არ თხოვს და არც ეკითხება საერთოდ არაფერს როგორ ქვიათ ევრობიუროკრატიას ამერიკის შეერთებული შტატები რომელიც დღეს არის დომინანტი ქვეყანა ევროპაში რომელსაც ჯარები ყავს ევროპაში, ჯარები უდგას ევროპაში, იმ ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირთან არანაირი საქმე არ მაქვს, პირდაპირ ველაპარაკები ქვეყნის პრეზიდენტებს. და ეს არის ძალიან სწორი, იმიტომ რომ ევროკავშირი გახდა ჩვეულებრივი უბედურება. წარმოუდგენელი ორგანიზაცია არის, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ორგანიზაცია. დღეს კიდე ჩადიან და 3 მილიარდი ჩააქვთ უკრაინაში, რომ ომის შეწყვეტა რას ნიშნავს? კი ბატონო, რო გაგრძელდეს კონფლიქტი, ეს გასაგებია მათი ლოგიკიდან. რომ შეიძლება თემიდან თემაზე გადავდივართ, დღეს დავწერე პოსტი, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დღეს თანამდებობას იკავებს და მხარს უჭერს ომის გაგრძელებას უკრაინაში, არის დასაჭერი სამუდამოდ პატიმრობით. იმიტომ რომ თუ პოლიტიკურ თანამდებობას თან ძალიან დიდ პოლიტიკურ თანამდებობას იკავებ და შტერი არ ახარ ხო რა თქმა უნდა იმ თანამდებობას მოპოვება უნდა ესე იგი საკმაოდ ჭკვიანი ხარ მაგრამ შენი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ თანამდებობას და აკეთებ ესეთ განცხადებას და ცეცხლზე ნავთს უსხავ დღეს უკრაინას რომელსაც 10,000 დევნილი ყავს და ქვეყანა აღარ არსებობს საერთოდ და საგარეო ვალი უტოლდება ქვეყნის ბიუჯეტს იმ ქვეყანას თუ შენ კიდე დღეს ფულს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მეომარი მხარე ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს რომ ეს უნდა მე მინდა რომ გავაჩერო უნდა გავაჩერო და შენ ჩადიხარ და ცეცხლზე ნავთს ხავ შენ ხარ სამუდამო პატიმრობაში მისაცემი და იმის ღირსი რასაც განიცდის თითოეული უკრაინელის ოჯახი ამ შემთხვევაში ევროპელების мотиваცია გასაგებია მას ყველანაირად ცდილობენ ისინი რომ შეერთებული შტატები დაამაგრონ კონტინენტზე და იძულებული გახადონ რომში ჩავდონ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში არიან ყველანი ვინც ამას მხარს უჭერენ დღეს თავისივე ქვეყანაში არიან გადაყენებულები შოლცი ავიღოთ ახლა შეხედეთ რა ხდება საერთოდ მაგრამ ნუ ევროპის მოხრჩობის პროცესი მიმდინარეობს და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ერთად რაც არ უნდა გაუკვირდეს ჩვენს მსმენელს დღეს ევროპას მოახრჩობს და ეს ძალიან ცუდი ფაქტია მაგრამ მიიყვანეს ყველაფერი იქამდე რომ მოახრჩობინებენ თავს აი ამ ორმაგ სტანდარტებზე მინდა გკითხოთ ევროპის ბიუროკრატიის ალბათ ორმაგ სტანდარტებზე მე მქონდა ის განცდა რომ მუდმივად ჩიოდნენ აი ეს დასავლელი ბიუროკრატიის წარმომადგენლები რომ საქართველოში არის ანტიდასავლური განწყობები რომ ამ ყველაფერს აფინანსებს პუტინი აფინანსებს რუსეთი აფინანსებს არ ვიცი კრემლის ძალები
და ეს რაღაც გამოგონილი მითები მუდმივად არსებობდა, მაგრამ მეორეს მხრივ, როცა საქართველოს პატიოსანი მოქალაქეები ვისი დაფინანსება მჭირდება, მე იმის დასანახად, რომ როდესაც შენ საელჩოს ესვრიან მოლოტოვს, ეგ აღმაშფოთებელი და დანაშაულია და ჩემს საკანონმდებლო ორგანოს თუ ესვრიან, ეგ გამოხატვის თავისუფლება. რატომ მოხდა საქართველოში რომ ეს ამდენს გვიბედავენ? ამ ხალხმა 9 წელს მანძილზე იძახა და იძახა მთელ მსოფლიოში, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ნამდვილად იყო დემოკრატიის შუქურა. ეს ხალხი საქართველოს 1991 წლიდან წამლავს და ატყუებს. და ქართველები ძალიან ჭკვიანიერი ვართ, მიუხედავად ჩვენი შეცდომებისა და მიუხედავად ჩვენი შეიძლება არასწორი ნაბიჯებისა, რაღაცა გენეტიური მეხსიერება რაღაც გვაქვს ისეთი განსაკუთრებული, სადაც ყველა უმძიმესი მდგომარეობით და შეიძლება გამოვძვრეთ და დღეს ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც ეკონომიკური მდგომარეობით არის ევროპაში პირველ ადგილზე. და გარშემო რაც ხდება, გარშემო ყველგან ცეცხლია. უფალს მადლობა ამისთვის და ღვთისმშობელს, იმიტომ რომ ნამდვილად წილხვედრობა უმნიშვნელოვანესი არის ჩვენი ქვეყნისთვის და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ღვთისმშობლის კალთა თუ გვიფარავს ხოლმე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით ხოლმე, მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რაზეც ახლა ჩვენ წავუბრობდი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებას და ღვაწლს. უბრალოდ ეს ძალიან ადვილი არის ესე ისაუბრო ვიღაც ადამიანზე, სამზარეულოში, თუნდაც სტუდიაში, თუნდაც ქუჩაში, აი რაღაცა მოვლენებთან დაკავშირებით, ხო, ან წაიქცა, მე რაღაცა მიდიოდა ხედაეცა მის მანქანას თუ რაღაცა, ხო, ჩვენთვის ეს არის რაღაცა ამბავი მოსაყოლი. შეიძლება შეშფოთდე და შეწუხდე, მაგრამ ამბავია მოსაყოლი. მისთვის ეს შეიძლება რეალური ტრაგედია, ან ძალიან დიდი სიხარული იყოს. ეს მისი ცხოვრება არის. წარმოიდგინეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც წლების მანძილზე საკუთარი ფულის მოხმარების საშუალებას არ აძლევს ევროპა. შვეიცარიის ბანკი და შვეიცარია მას უკრძალავს საკუთარი ფულის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად. ყველა სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად და მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი არ თანხმდება იმ პირობებს, რა პირობებსაც სთავაზობენ საქართველოსთან დაკავშირებით. აი ხა მე მინდა უბრალოდ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვინ ჩვენ გვისმენს და ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არის, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. მისი მთელი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, ცოლი, ყველა თანახმაა იმაზე, რასაც ისინი აკეთებენ საქართველოს გამო. ეხლა მე დამისახელეთ ერთი ოჯახი საქართველოში. ალბათ მოიძებნება, მაგრამ გულში მინდა ჩაიხედოს ყველა მამაკაცმა, რომელსაც გვერდით ყავს ცოლი და იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეიძლება ყველაფერი დაკარგოს, რაც გააჩნია, მაგრამ ხელს არ მოაწერს რაღაცას. რისკავს ამ ყველაფერს. და ამას თანხმდება მთელი ოჯახი. ოჯახები ინგრევა ხალხო ფულის გამო, ცოლმა ქმარს რომ ფული ასესხა და იმენ არ დაუბრუნა და თქვენ ხვდებით რამხელა ეს პიროვნულ თვისებებზეც მეტყვი. რამხელა ერთიანი ოჯახის, ერთიანი პოზიციის პრაქტიკულად გმირობის ტოლფას საქციელზე არის საუბარი წლების მანძილზე, რომ შენ მილიარდობით დოლარს კარგავ იმის გამო, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შენ არ ასრულებ ვიღაც დასავლელი როთის მოწოდებებს. ბევრად უფრო სერიოზული ადამიანები უკავშირდებოდნენ როგორც გაიგო, ვიდრე გაუგებარი როთი, მაგრამ ხო ხვდებით რაზე მაქვს საუბარი და მე ეხა ამ ეთერით კი არა, საერთოდ ყველა ეთერით ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების, ვინ ჩემ აზრზე არის და ძალიან ბევრი ასეთი სახელით, კიდევ ერთხელ მინდა გადაუხადო დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რასაც ის საქართველოს უკეთებს. ის დედახვევი ეს ალბათ არის ეს პროცესები ერთგვარი გადაფასება. მე ჩემ თავზე ვიტყვი ხა სხვებზე რო არ ვილაპარაკობ. იცით როგორი რამე არის, აი უკაცრავად ჩვენ ხელოვანი უნდა იყოს ოპოზიცია, აი ესეთი გაგება იყო და ჩვენთან არის ძალიან ხო აი რაღაცის მიმდევრები, რაღაც პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი თუ რაღაცა არასოდეს არ ყოფილა ესე კონკრეტულად და განსაკუთრებულად მხარდამჭერი. კი მოქალაქეთა კავშირთან თანამშრომლობდი, ისევე როგორც კონცერტებთან დაკავშირებით პოლიტიკურ ღონისძიებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა თანამშრომლობდი, კატეგორიული უარი მაქვს თქვამი, თავიდანვე 2003 წელსვე. და დიდი კონფლიქტი ნაციონალურ მოძრაობასთან და არანაირი შეხება არ მქონდა და არც არასდროს პრეტენზია არ მქონია რატო არ იყავი ჩართული სახელმწიფო ღონისძიებებში ნაციონალურ მოძრაობის დროს, იმიტომ რომ მე თვითონ თქვი ვარ თავიდანვე კი არა ომები გადავიტანე მაგის გამო და ძალიან ბევრი ვიბრძოლე იმისთვის რომ ხელისუფლება არ ყოფილიყო, რაც შემეძლო ყველგან, მაგრამ ნახეთ რა ხდება ადამიანი რომელიც დღეს ქვეყანას გაიყვანს, აი როგორ სუსტად მინდა
ცეცხლმოკიდებულ გარემოში წვრილ ბაწარზე მიდის და მიყავს თქვენი ქვეყანა. აი ერთი პატარა შუშხუნის აფეთქება და ორმოვართ. ხო არის გონია რომ აქ ახლა რამე ისეთი ხო ვიღაცებს გონიათ რომ უკვე გავედი ორმოვართ ერთი დიდი ორმო და დამთავრებულია ამბავი. აი ამ მდგომარეობაში შენ ეკონომიკური წინსვლა გქონდეს ევროპაში პირველი ბიუჯეტის ღიაობით იყო ევროპაში პირველი და ისევე დასავლური დათვლებზე მაქვს საუბარი, სრულიად დასავლური დათვლებზე მაქვს, ხო ისინი ითვლიან. და პროგნოზი იმისა, რომ 2030 წლისთვის ევროპაში საქართველოს იქნება ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება, ყველაზე მოთხოვნადი და იქნება ნომერი პირველი. ეს პერსპექტივები როგორ შეიძლება შესწირო თუნდაც შენს პირად ამბიციას, მაგალითად იმისა, რომ შენმა არასოფლმრობო ორგანიზაციამ იცხოვროს ზუსტად ისე, როგორც ცხოვრობდა. ან მიღოს გრანტი რაღაცა საკითხისთვის, რომელიც ღიად ადამიანები გამოდიოდნენ და ღიად აცხადებდნენ, რომ ვარ აგენტიო და უცხო ქვეყნის ინტერესებს ვატარებო, მე ჩემ ცხოვრებაში არსად არ მინახავს საერთოდ. გაოცებული მყურებ ტელევიზორს, არავის არ ეძახი საქართველოს მტერს, არავის არ ეძახი აგენტს, მაგრამ თვითონ ადამიანები გამოდიან და ღიად ამბობენ. ახლა ადამიანი გამოვიდა საყოფილი სახალხო დამცველი, ხო? გომჯარიაზე პრემიერ-მინისტრად ამზადებდა მას დასავლეთი ჩააცვეს პიჯაკი და დავარცხდეს, მაგრამ არაფერი არ გამომა მაგისგან. ხალი გამოვიდა და თქვა, რომ ზოგჯერ ბომბების ჩვენა თავზეც ჯობიაო იმას. ცხენია და რატო არ იბრძვის? აი წავიდეს აგერ ხურვალეთში. ეგ საერთოდ ცალკე მოვლენა კი არ უარყოფენ რომ იქიდან ფინანსდებიან. ანუ დაფინანსება შეიძლება მიიღო და დასავლურმა დაფინანსება ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგის გააკეთა. უდიდესი. თუნდაც მე ღრმად არ ვიცი, მაგრამ ყველაზე კარგად ვიცი ამ საკითხებიდან, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, იმიტომ რომ უბრალოდ შეხება მქონდა ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის ამაში ჩართული. დაცული ტერიტორიების პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოში და ჩვენთვის დღეს საამაყო არის დაცული ტერიტორიები, მე ვიცი კომუნისტური მოყოლებული ნაკრძალებიდან დაწყებული ეს ყველაფერი როგორ გადაკეთა, რამხელა დაფინანსება მოდიოდა, რა ადამიანები მუშაობდნენ ამაზე და როგორი რა პროცესი გაიარა და დღესაც რა პროცესი მაგალითად არის ესეთი ორგანიზაცია GIZ, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არის და საოცარი დახმარება გაუწევს. მადლობა მათ ამისთვის, მაგრამ მათთან არც არავის აქვს პრეტენზია რამდენადაც. კი, მაგას ვამბობ ზუსტად, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც თავის ფულს ხარჯავენ ზუსტად კონკრეტულ იმ საქმეში, რისთვისაც არიან მოწოდებულები, მათ არანაირი პრეტენზია არაფერთან დაკავშირებით არ აქვს, ისინი ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. ანუ პრეტენზია აქვს იმ არასამთავრობო სექტორს, რომელიც ფინანსდებოდა იმისთვის, რომ გაეტარებინათ უცხო ქვეყნის ინტერესები. და როცა დაავალეს, ჩამოაგდეთ ქვეყანა. ვერ ჩამოაგდებენ. ძალიან ცუდი ადამიანები ყავთ ჩერჩეული და ახლა კიდევ ერთი ადამიანი გამოაგორეს მერობის კანდიდატად, რომელიც სახელით და გვარის დასახელებაც არ მინდა, ისედაც დამარხულია და საერთოდ მერობის კანდიდატი იქნება ეს ადამიანი. კი, დაურეკეს ეთყობა და უთხრეს, რომ ახლა უნდა გახდე მერობის კანდიდატიო და ეს საჭიქჭიქდა. მაინც რაიმე მინიშნება ხო არა გვაქვს. მდგომარეობა დაინახა ძველი პოლიტიკოსებიდან ვინა ჭიქჭიქდა, უხერხულია უბრალოდ. ჯეჭვი გამიშთა უკვე ერთ-ერთზე, რომელიც მეც აი მოულოდნელად გამოჩნდა ამას წინათ. იცით როგორი მდგომარეობა არის, ახლა შეიძლება ჩვენი საუბრიდან გამომდინარე ვიღაცა დარჩეს შტაბ-შტაბი რომ რაღაცა მცდელობა მაქვს, რომ ვიყო პოლიტიკური ექსპერტი თუ რაღაც. არა, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ჩვეულებრივად ცხოვრობს და თავის საქმეს აკეთებს. აგურ იმდენად ღია უკვე ყველაფერი, ყველა ექსპერტები ვართ რა. პირდაპირ ეთერში ხდება უკვე ყველაფერი. პირდაპირ ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ მე ვარ აგენტი, მე დამავალეს რომ გავაკეთო ეს და ვაკეთებ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ კი ჩვენ ქვეყანაში იყო ორგანიზაცია, რომელმაც საქართველოში ამას დაავალა, რომ ესა და ეს გააკეთეო. ნუ ეხლა რა ექსპერტობა უნდა ამას, პირდაპირ ხდება ეს ყველაფერი და გვეუბნებიან, რომ კი, ნამდვილად მან დრო ვიღაცა ყვირის ეხლა და გიგიდებს ცეცხლს, აქედან არის ეს დაფინანსებული და ჩვენ ეგ ორგანიზაცია დავხურეთ. ესენი გამოვიდნენ და თქვენს რომ კიდევ ბევრი დონორი ყავს არ ინერვიულოთ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის მნიშვნელოვანი ოღონდ პომადა უკვე ისე კარგად აღარ ეცოთ როგორც ანდრე. კი ბატონო. მე პირველ რიგში აი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მინდოდა მეც მეთქვა რომ აი როდესაც საუბრობთ რაღაცის გადაფასებაზე, ხო და რაღაც სხვა თვალით შეხედვაზე, აი მე სხვებზე რო არ ვთქვა, ჩემ თავზე ვიტყვი ამას პირველ რიგში, რომ მე არასდროს ყოფილი ვარ ამ ადამიანის რაღაც მეხოტბე პირობითად და ბევრ საკითხში პირიქით კრიტიკული, შეიძლება რაღაც საკითხებში კრიტიკულია ეხლა წინააღმდეგი ვიყავი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის ჩემთვის. აი შიგნით, უბრალოდ ფიქრობდი, რომ საქართველოში არ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში ადამიანი, იცით რა, ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობდი, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი ფული აქვს. აი ხვდებით, ეს იყო ჩემთვის
მაგრამ როდესაც ვუყურებ ამ ადამიანის ქცევას, მართლა აი, ეს მინდოდა მე ბოლო პერიოდის მოვლენებმა უბრალოდ აი მართლა გულში რო დაუსვა შენ თავ შეკითხვა რომ ამ ომში რაც უკრაინაში დაიწყო, არ ვიცი, აი მასხარა ზელი არ ვაყენებ შეურაცხყოფას არ მოიხსენებ ეგრე, მაგრამ ნუ კომიკოსი ზელენსკი მილიარდერი გახდა, ვიღაცებმა მილიარდები იშოვეს და ეს აღმოჩნდა მართლა აი ამ სივრცეში ადამიანი, რომელმაც მილიარდები კი არ იშოვა, მილიარდები დაკარგა. ყოველ შემთხვევაში გარისკა ამ პროცესში და ხა კი რა წარმოდგენაც არ უნდა კონდეს, რა წყენაც არ უნდა კონდეს, როგორც არ უნდა გეგმოს, რა არის კაცენი, უბრალოდ მაინტერესებს, აი მე რამდენიმე ადამიანს პირდაპირ დაუსვი შეკითხვა. ბოლო პერიოდში საერთოდ კამათზე მრავალი წელია დანებებული მაგთან. ეხა ადამიანებმა ერთმანეთი დაკარგეს, რაც ძალიან ცუდია, ეს პერიოდი მე გამოვლინი მაგ 90-იან წლებში და შემდეგ 2000 წელს. ჩემთვის ეხლა არის ეგ მომენტები და ძალიან მწყდება გული. ამიტომ ნუ შეხედავთ ამას ძალიან ტრაგიკულად, მე ძალიან ტრაგიკულად გადავიტანე და პირველი და მეორე შემთხვევაც, მაგრამ მივხვდი რომ აბსოლუტურად არ არის. თუ ეხა ახლა იყო აქციები და მე უბრალოდ დაუსვი ეს შეკითხვას უსვამდი ყველას. აქცია არის. ჩვენ რაღაც პოლიტიკოსები არ გვინდა, ჩვენ არა პოლიტიკა. შენ ვის მიეცი ხმა? ამ არჩევნებს აკითხე. შენ თუ იმ 4 პარტიას მიეცი ხმა? უყურე რა ხდება? ჩემი მეგობარი ხარ, აი მარტივად დავასრულე ეს საკითხი ძალიან უმტკივნეულოდ. მე მივეცი ქართულ ოცნებას ხმა და მე ვიყავი ქართული ოცნების პოლიტიკური ღონისძიებების რეჟისორი და ყველა ღონისძიება რომელიც ჩატარდა რეგიონში, ის დიდი სადაც პოლიტიკოსები გამოდიოდნენ, იყო ჩემი რეჟისორი. ანუ მე ვიყავი ჩართული პროცესში და მე ვიცოდი იმაზე მეტი ვთქვათ რამდენი შენ იცი. მაგრამ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. შენ ჩემი მეგობარი ცხოვრობ, მუშაობ, შენ სოციალური მდგომარეობა უმჯობესდება და კარიერული წესვლა გაქვს. მე, როდესაც იყო მიშა სააკაშვილი და აი ის ხალხი, ვისაც შენ მიეცი ხმა ხელისუფლებაში, ვიჯექის სახლში არაფერს არ ვაკეთებდი და ვომობდი ქუჩა-ქუჩა 9 წლის მანძილზე, რომ ეს ხელისუფლება აღარ ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება იყო დამნაშავე მკვლელი. ახლა მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვმუშაობ, მაქვს კარიერული წინსვლაც, არის ჩემს შემოქმედებაში ძალიან კარგი შემოთავაზებები, თავისუფლება და შრომობთ. ანუ რა ხდება? როდესაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ვართ კარგად შენც და მეც. ორ ადამიანზე მაქვს მაგალითად საუბარი, ეს ვრცელდება ყველას. როდესაც ის ხალხი არის ხელისუფლებაში და იყო რომელსაც შენ მეცი ხმა, მე ვიყავი ძალიან ცუდად. და შენ იყავი შეშინებული. კარიერული წესვლა არ გქონდა. შეკითხვას გისვამ. რატომ მიეცი იმათ ხმა? ძალიან საინტერესო. არ კითხვას გისვამ, იმიტომ რომ ხო უფრო ცუდად იყავი. ეხლა ორივენი კარგია. აი საინტერესო რა გიპასუხათ ესეთ. არა, ვერაფერი ვერ მიპასუხა. მეორე შეკითხვა იყო ესეთი: მანდილოსნები, რომელიც რუსთაველზე იდგნენ. შენ რომ რუსთაველზე დგახარ და 20 მეტრში ბაგაბუგი რო არის იქ და პატარა ბავშვები დარბიან, რა დედა ხარ შენ და რა გული გითმენს რომ იქ არ ადიხარ და ის პატარა ბავშვები არ გამოგყავს. ნამდვილად. შენ არ ახარ ესე იგი მშვიდობიანი აქციის მონაწილე, შენც თანამონაწილე ხარ იმ ბაგაბუგის, რომელიც იქ ხდება და არ გინდა ეხლა თავის გაყრუება. ეს მეორე საკითხი არის და მესამე საკითხი პირდაპირი და კონკრეტული შეკითხვა მაქვს. რა დაგიშავა ბიძინა ივანიშვილმა? ლოგიკური კითხვა. ფინალური ეტაპი იცით რა არის? ფინალი რა არის? ნუ ცოტა ისეთი ადამიანების, რომლებიც კატეგორიულად ვანძღავენ. ამ ადამიანმა ის არ მიიღო უბრალოდ. არ მიიღო ნიშნავს, რომ არაყარა თავზე ფულები. და ისეთები სხვა არიან, ვინც მიიღო კიდეც, ააშენა კიდეც, აი ეგეთები უფრო მეტი არიან, ვინც მიიღო ააშენა და თავზე აყარა ფული. ეგეთები არიან უნამუსოები. ადამიანი ან უფრო სწორად აყარა ფული და რაღაც პერიოდის მერე შეაჩერა. ჩვენ ხო ესე არის ერთხელ რომ დაეხმარები ადამიანს, მერე ის ვალდებულება ხდება და 5 წელი რო არჩინო, ერთხელაც რომ დაგაგვიანდეს ფულს გადა. ხო, მაგრამ შეიძლება ამის გამო ადამიანი გეზიზღებოდეს, რომ წარსულში ტყუილად მაძლევდა ფულს და დღეს რატო აღარ მაძლევს ტყუილად ფულს, ამის გამო გეზიზღებოდეს. თურმე შეიძლება გეზიზღებოდეს. და ის კი არა, იქ ბავშვები დგანან, რომლებიც საერთოდ აზზე არ არიან, არც საქართველოს სახელმწიფო მოწყობის. საერთოდ არ იციან დღეს რა მდგომარეობაში არის, ბიუჯეტი გაგვაჩნია თუ არა, როგორ მოქმედებს პოლიცია. რას შეიძლება გააკეთოს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, რაზე არ უნდა გააკეთოს განცხადება. აი არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არაფერს აზრზე არ არიან და იმის აზრზეც არ არიან, რასაც ითხოვენ.
კი, არა, მაგაში გეთანხმებით. ამაშიც დავწმუნდით და ნახეთ ყველაფერი ეთერში. ამიტომ ეს პროცესი თავიდანვე მკვდარი იყო და არაფრის მომცემი არ იყო, მაგრამ ეხლა ნუ საერთოდ წარმოუდგენელი რაღაცა რჩებაში დავეჭრილება. მე ეხლა არასამთავრობოების ხელმძღვანელებს გულისხმობ და ერთი წუთით არავინ ჩათვალოს, რომ ამას ვსაუბრობ რომელიმე აქციის კი, არა, ეს გასაგებია. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს ეხება პოლიტიკოსებს და იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკურ პროცესს იქ ვითომ რაღაცას მართავს. აი ჭაობი რომ დაშლება და ბაყაყები ყიყინებენ, აი იმ მდგომარეობაში არიან ეხლა ეს ადამიანები. უმძიმეს მდგომარეობაში არიან, რის ხილვაც მრავალი წლის მანძილზე ძალიან მინდოდა გულწრფელად გეუბნებით და ძალიან დიდი სიამოვნებით პოპკორნით უყურებ ამას, როდესაც ამ სურვილში ნამდვილად ერთიანები ვართ, განსაკუთრებით NGO სექტორს, აი. არა, მაგათი იმდენი იმხელა პრეტენზიები. მე ძალიან კარგად მახსოვს, ეკა ბერიძეს ჰქონდა ток-შოუ რომელიღაც არხზე და ესე იჯდა თინა ხიდაშელი და არასოდეს საქართველოში გამჭვირვალე არ გახდება NGO სექტორის დაფინანსება. 2006 თუ 7 წელია იქ მახსოვს. ალო. კი, იმდენად ძველი ვიდეოა, ეგ 2006 თუ 7 წელია, მეგონი მახსოვს და იმ პერიოდიდან ხდებოდა ეთქობა მაგ ყველაფერზე. ბევრად უფრო ადრე. პარლამენტმა შექმნა კომისია, რომელმაც უნდა გამოიძიოს სწორედ 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა და მაინტერესებს აი თქვენ ხართ ადამიანი ერთ-ერთი, ვინც ძალიან აქტიურად იბრძოდა პირველივე დღიდან, ხო, იმ რეჟიმის წინააღმდეგ. რამდენად გააქვთ ამისი მოლოდინი? რომ ამ კომისიის მუშაობა დადებს რა უნდა იყოს ამ კომისიის მუშაობის შედეგი, რომ თქვენ როგორც მოქალაქე ამ პროცესით იყოთ კმაყოფილი, ჩათვალოთ, რომ აი აღსდგა, ასე ვთქვათ, სამართლიანობა. თუ გაქვთ ამისი მოლოდინი და რა შედეგი იქნებოდა თქვენთვის, როგორც მოქალაქისთვის საკმარისი? პირველ რიგში მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ ტია წულუკიანს და ამ კომისიას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და თუ ვისაუბრებთ ემოციებზე 1900 უბრალოდ 2005-6 წლიდან მე ვამბობდი ამას სულ და მქონდა სურვილი, რომ როდის დადგება ეს დღე, რომ აი ეს გარეწრები გაასამართლონ. ისე რომ საერთოდ პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება არ ქონდეთ და ციხეებში წავიდნენ თავისი დანაშაულებების გამო. ამას ვამბობდი მაშინ, როდესაც ბუთარობაკიძის პანაშვიდზე ხალხი ვერ მიდიოდა, მეზობელი ვერ შედიოდა შიშით, იმიტომ რომ იქ მივიდა, ესე იგი მასაც რაღაცას უზარე ხალხს რაღაცები დაავიწყდა. იცით როგორ ხალხს დაავიწყდა რაღაცები? უკაცრავად და რომ ვესალმებოდი, ხეებს რო ეფარებოდნენ შიშით, რომ ჩემი მისალმების გამო არ დაეჭერა. წარმოუდგენელი 50 წლის კაცი რო დაგიდგება წინა მეშინიაო, რო გეტყვის ხა იმას რა უნდა ელაპარაკო. რისი ტელეფონზე ლაპარაკის, დავასრულეთ ეგ ამბა. რას გააკეთებს ეს კომისია? ეს კომისია ემოციური ნაწილზე ვამბობ, რომ ჩემი ნანატრი კომისიაა ეს და ნანატრი არის ნაციონალური მოძრაობის და მისი დამქაშების გასამართლება, ვინც რა დააშავა იმის მიხედვით, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს თუ ვინმე დაისჯება და თუ ეს კომისია გამოავლენს მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულებს და ასე შემდეგ და ეს პროცესი შემდეგ სასამართლოში გადავიდა კომისია ხო ვერ დაიჭერს. კი ბატონო, ესეც არის. მათი დასკვნა უნდა იყოს აი ცაზე მეხის გავარდნასავით ძლიერი, იმიტომ რომ ჩვენ ხო რეალურად ქვეყანას ვაშენებთ ყველანი ერთად, თქვენც, მეც, ხელისუფლებაც, საერთოდ სულ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სამართლიანობის აღდგენის და სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების. ანუ საქართველოს სამართლიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ძალიან სჭირდება ის დოკუმენტი, რასაც ეს კომისია გააკეთებს, იმიტომ რომ ამ მასშტაბის და ამ რანგის როგორ გითხრათ, მრავლის მომცველი დანაშაულებრივი რეჟიმის არსებობა საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა და ეს უნდა იყოს ყველა მომავალი ხელისუფალისათვის შიშის და კანკალის მიზეზი. ანუ ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს პოლიტიკაში მოსვლას და გადაწყვეტს, რომ მისი პოლიტიკური კარიერა უნდა წარიმართოს ისე, რომ ის გახდეს ან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ან პრეზიდენტი, ან არ ვიცი, გამგებელი, მან ეს დოკუმენტი უნდა იცოდეს, რომ არსებობს და შეიძლება მას მოელოდეს იგივე. პოლიტიკურ სამართლებრივი შეფასება არა მხოლოდ ნამდვილად, იმიტომ რომ ჯერ ერთი ქვეყანამ მათი ხელისუფლების პერიოდში დაკარგა ყველა სტრატეგიული ობიექტი და ქვეყნის 20% ტერიტორიებისა
მე იმედი მაქვს რომ დროებით, მაგრამ დაკარგა. ესე არ არის, ეხლა გიგი უგულავა ვიღაცა ზომში ურეკავდა ტელეფონზე და იქ ვიღაცა იქ მერბოდა და აქედან მოდი ესენი მომატრიალოთ და იქ ბავშვები ჩაყავდა და მინდორში ყრიდნენ და ნახევარი რეზერვი უკან მორბოდა. ესე არ ხდება, რას ნიშნავს? იქ გივი თარგამაძე რუს პილოტებს ურეკავდა გორის ცენტრში ტალინის ფულს უხდიდა რომ სტალინი დაბომბა. ხახო, უკაცრავად გამოთქმა იყო ადრე, ჩერეშკინა კანტორა ხო არ არის? ყველა რიგში უნდა იდგნენ, აი რიგში საკუთარ აშენებულ ციხეებში ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს ქვეყანა, რომელიც დავით აღმაშენებელმა, მანამდე კიდე უდიდესმა მეფეებმა და მას შემდეგ კიდე უდიდესმა მეფეებმა და ადამიანებმა აქამდე მოიყვანეს, ვისი სატინგიცო არის, როგორ დაუშვა საერთოდ ქართველმა ერმა, რომ 9 წლის მანძილზე ის სამარცხვინო ხელისუფლება ყავდა ხელისუფლებაში, რომელიც ყავდა 2003 წლიდან 2012 წლამდე, ეს არის გასაკვირი. როგორ ფიქრობთ, აი USAID-ის საქმიანობის შეჩერება, ნედის არ შეჩერდება USAID-ის საქმიანობა. არ შეჩერდება? არა. არ უნდა კონდეს ამის მოლოდინი რომ არა, ნახეთ, ეს მარტივად არ არის კი ტრამპმა გამოაცხადა, მაგრამ USAID ძალიან ბევრ კარგ საქმესაც აკეთებს, განყოფილებებს გააჩნია. CIA-ის მოქმედება რას იზამს, როგორც ხედავთ, ევროპაში გადაინაცვლეს. იქ სხვა ძალები მოქმედებენ და სხვა უფრო სერიოზული ამბები ხდება. ამიტომ ესე ერთმნიშვნელად რომ იქ ძალიან ბევრი მაგარი პროექტი კეთდებოდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამიტომ ესე შეჩერება არ მოხდება. აი ამ ნაწილის შეჩერება. კი, მე პოლიტიკაში საზღვარგარეთის ფულს გულისხმობ, ეს უნდა აიკრძალოს თორე ახლა ვინმე კეთილი საქმის კეთება თუნდა ხელი უნდა შეუწყოთ პირიქით. ერთადერთი დიდი საშიშროება ამ პროცესის, ყველაზე დიდი საშიშროება ამ პროცესის არის ის, რომ ტრამპი არ მოკლან, მეტი არაფერი. პირდაპირ ეს არ არის პირველი არ ხართ ვინც ამ ვერსიას. ნუ ეხლა იმიტომ რომ მოკლეს ამ ტიპის პრეზიდენტი ვინც ყავდათ მოკლეს და ამასაც ესროლეს, მაგრამ კი გადარჩა. ღვთის ხალხი. არა, აქ ეგ არის პრობლემა ზუსტად რომ ფული არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკაში საბოლოო ჯამში. არა, ფული არ ხდებოდეს პოლიტიკაში კი არა. სხვა ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდების უფლება არც ერთ ქვეყანას არ აქვს. რაზე არის ახლა ლაპარაკი? ამერიკის შეერთებული შტატები გამოვიდა და გამოაცხადა, რომ მე სხვა ქვეყნების ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას ვაგდებდი რევოლუციებს უწყობდიო. ხო, ეხლა წარმოუდგენელი ამბავი არის, მართლა სერიოზულად რომ რადონის დემოკრატია უნდა გქონდეს აშენებული ქვეყანაში და როგორ პიკზე უნდა იყოს მისული, რომ ისე დაენარცხო, როგორც დაენარცხა ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო წლების მანძილზე, რომ შემდეგ ტრამპი მოვიდეს და ეს თქვა. აი რითი არის მომხიბვლელი ამერიკა? რითი არის მომხიბვლელი ამერიკა და სწორედ ამით. როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს რომელი ხელისუფლება ან რომელი ქართველი იტყო და ეგეთ რამეს ოდესმე USAID-ში საქართველოს ყოფილიყო და ამხელა გადადა. ამერიკას ეგ აქვს. ამას ვამბობ, რეფრეშის ეს ფუნქცია. არის გენიალური ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის ხარისხით, მაგრამ ყველას მოსდის შეცდომები და კარგად ფუთავენ ამ ყველაფერს. როგორ გონიათ ახლა იმ ხალხმა, ვინც რაღაცებს განაგებდა, არ იცოდა ტრამპის მოსვლა ჯობდა ვიდრე ისე გაგრძელება, თუნდა. რა თქმა უნდა, ეს ვალუტა. ამიტომ ახლა ხო იმათაც ძალიან დიდი ძალა აქვს და ესე მარტივად არ დაუშვებდნენ ამის მოსვლას. ამიტომ რომ იმათზე მაღლა კიდე ვიღაცა დგას, ვინც ეს ყველაფერი გადაწყვიტა და ამერიკის დამოუკიდებლობის ხარისხი და ეტალონობის ფუნქცია, რუსეთის პრეზიდენტის ომის დაწყებიდან ერთ თუ ორ კვირაში სოჭის დიდ მიღებაზე, სადაც პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ხელმძღვანელი პირები ისხდნენ, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები. სიტყვა და კონცეფცია მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შესახებ პირდაპირ მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს და თქვა, რომ კი, მსოფლიო უნდა იყოს არაერთპოლუსიანი, არამედ მრავალპოლუსიანი, იმიტომ რომ ერთპოლუსიანმა მსოფლიო მოიტანა ძალიან ბევრი უბედურება და ძალიან არასწორი მიმართულებით წაყვანა ცივილიზაციის განვითარებას. ზოგადად ეგრეა შემწინააღმდეგებელი, რო არ აყავს რაღაც პროცესს, შემდეგ ხდება ის უბედურებები და ამერიკის სისტემა რო საუკეთესოა, რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკობ. ამერიკის შეერთებული შტატების რენესანსის დასაწყისი, რუსეთის გაძლიერება, ეს ყველაფერი გასაგები არის და ისინი შესანიშნავად ერთმა ძალიან ჭკვიანმა და დიდმა პოლიტიკოსმა მითხრა ესეთი რამე, ვაკურა არ დაიჯერო რუსეთი და ამერიკა რაღაცაზე ჩხუბობენო და არა მეუთხარი მაგის არჯერეთ. ერთადერთ რამეს გეტყვი, თუ გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი და ამერიკა
კოსმოსში წყვეტენ თანამშრომლობას, აი ეს არის მხოლოდ ერთადერთი საკითხი, რაზეც მართლა უნდა რომელზეც უნდა იცოდე, რომ იწყება ჩვეულებრივად მსოფლიო ომიო. ანუ როდესაც გაკეთდება განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთმა და ამერიკამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კოსმოსთან დაკავშირებით თანამშრომლობას აჩერებენ, ეს არის მესამე მსოფლიო ომის. ეს არის მართლა სტრატეგიული მართვა. ეს განცხადება არ გაკეთდა, ყველაფერი შეთანხმდა. აი ხა რო თქვი სხვა შორის გამახსენდა ერთ-ერთი ბრალდება, რასაც რუსეთს ხო ძალიან ბევრი ბრალდება ზოგი სამართლიან, ზოგი უსამართლო წაუყენეს აი ამ ომის განმავლობაში და ერთადერთი რაზეც რეაქცია მაშინ მახსოვს მე რუსეთის ხელმძღვანელობას ჰქონდა იყო ბრალდება რომ რუსეთი ახდენსო კოსმოსის შეიარაღებას ატომური იარაღს აგზავნიან კოსმოსშიო და მაგაზე ატეხეს რუსებმა ამბავი რომ არაფერს მსგავს არ ვაკეთებ და პირიქით ჩვენ მაგ საკითხში ღია ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან და რაზეც გაეროს ერთ-ერთ ხტომაზე ამერიკა დაეთანხმა. კი ბატონო, ასე რომ რა თქმა უნდა ორი პოლუსი არსებობს, რა თქმა უნდა ორი პოლიტიკური პოლუსი არსებობს, თუმცა არსებობს კიდე ერთი პატარა ბრიტანეთი, რომელიც ამ ყველაფერში ძალიან სერიოზულ მონაწილეობას იღებს და მის გარეშეც არაფერი არ ხდება, იქაც სერიოზული ძალები არსებობენ, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, იმ ხელა აბსურდამდე მიიყვანა მსოფლიო ამ ერთპოლუსიანმა დემოკრატიის ინტეგრაციამ კი არა და როგორ თქვა, არ ვიცი, შეტანამ ქვეყნებში, რომელშიც საერთოდ არ აინტერესებს დემოკრატია იქნება თუ არა. ესეთი მოწყობის არის ის ქვეყანა. აი არ აინტერესებს 25 ცოლი რო არის არაბეთის რომელიღაც ქვეყანაში. იმას საერთოდ არ აინტერესებს ხმას მისცემს თუ არა. ის ელოდება ქმარი როდის დაუძახეთ. ანუ მრავალფეროვანია ეს დედამიწა და არ აქვს უფლება ყველა მიცხოვროს ისე როგორც მისი ტრადიცია და მისი კულტურა კარგავს. უნდა განვითარდეს და წავიდეს პროცესზე. აიხმარება ვიღაცა მეზობელი მეგობარი უფრო ძლიერი სახელმწიფო თუნდაც ამერიკა თუნდაც რუსეთი არ აქვს მნიშვნელობა. ან არა ხალხო, რაზე არის საუბარი, როდესაც დღეს ყელყელაობენ ერთ მქონდა მე ცხოვრებაში ბედნიერება შევხედროდი ბევრ ძალიან ჭკვიან პოლიტიკოს და დიდს და ყოველთვის მქონდა საშუალება ვიღაცებისთვის რაღაც შეკითხო და ამესვენა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ პოლიტიკოს უთხარ ესეთი რამე, რომ მიუხედავად თქვენი ძალიან ბევრი დამსახურებისა თქო, მათ მონაწილეობა ქონდა მიღებული ბერლინის კედლის აღებაში და ამ პროცესში. ეს არ იყო ქართველი შევანაცვლების მომდან. არა. მე ვუთხარი, რომ მაინც მე მგონია, რომ ყველა პოლიტიკოსი, ანუ ყველა ლიდერი, ვინც კი ყოფილა მსოფლიოში თანამდებობაზე, ვფიქრობ, რომ მაინც მათი პოლიტიკური კარიერა მაინც ანუ კრახი კლეუში არავინ არ დარჩა. ხო, კრახი წარიმართა თქო და ეს ერთმნიშვნელოვნად როგორ შეიძლება გააერთიანოთ, თქო და კი ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გავაერთიანოთ ყველა ადამიანი, ვისაც ხელი ეწიფება დღეს რომ რაღაც დედამიწის რომელიღაცა ტერიტორია მართოს, მე მგონია რომ არის ვალდებული იმისთვის რომ ამ ხელა აფრიკა ამ მდგომარეობაში არ იყოს. ამიტომ ყველა პოლიტიკოსი არის ხელმოცარული ჩემი აზრით, ვინც კი ძალიან საინტერესო თეორია. ვინც კი იმ რანგს მიაღწია რომ გაცდა საკუთარ ქვეყანას და სოფლიო პოლიტიკაში მიიღო გადაწყვეტილებების მიღება, მიიღო ამის საშუალება, ხო? იყვნენ ესეთი ლიდერები და ძალიან დიდები. მაშინ ქართველიც. კი, ბევრი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. წარმოუდგენელია რომ პლანეტას დღეს აფრიკა მდგომარეობაში ყავს. მით უმეტეს უმდიდრესი კონტინენტი, მით უმეტეს უმდიდრესი. თუმცა არ ვიცი, აი შეგეგამათებოდით ახლა მაგალითად რა ვიცი, იგივე ამერიკის მმართველობის სისტემაზე რო ვიძახით, ჩემთვის ნომერ პირველი მაგ ამბავში არის ჯორჯ ვაშინგტონი, მაგალითად, ვინც მოიფიქრა ზუსტად აი ეს ამერიკული, ჯორჯ ვაშინგტონი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არა მხოლოდ პიროვნულად ერთი ეს ადამიანი, აი ის გუნდი თუ შეიძლება ითქვას, ვინც შექმნა ზუსტად ეს სისტემა, რაც დღეს აი ესე გვაოცებს. სხვა შორის აი რატო გვაოცებს ჩვენ მე-11 საუკუნეში მქონდა პარლამენტი, მე-12-ში? მაშინ მაინც უფრო სხვა მოდელები იყო. ჯორჯ ვაშინგტონს მაგალითად, როდესაც მას შესთავაზეს შეერთებული შტატების მეფე თავიდან ხო არავინ არ იცოდა, მან თვითონ თქვა, რომ არა, არ შეიძლება ერთპიროვნული მმართველობა, საჭიროა მუდმივი ცვლა და აი ეს სისტემა, რაც დღესაც გვაოცებს, რომ ერთ წამში ამერიკა გახდა საერთოდ სხვა სახელმწიფო, აი ეს რეფრეშის ფუნქცია, ასე ვთქვათ. ალბათ არის იმ ადამიანების ეს რო არ გაეკეთებინათ ძალიან ჭკვიანმა ადამიანებმა იფიქრეს, ეს რომ არ გაეკეთებინათ ამერიკა დაიგო და აღარ იარსებდა. კი, და ამერიკას აღმოაჩნდა ეს უნარი, განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნების. შტატები ხო საბჭოთა სხვა აღმოაჩნდა მაგის უნარი. ნახეთ როგორი რამე წინა საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები რეალურად. აი თქვათ, აი ყველაზე ძლიერი გლობალური გახდა წინა. რა თქმა უნდა და ეს იყო ქვეყანა რომელიც იცავს დოლარს. როდესაც მსოფლიო მიაღწია გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ყველა საერთაშორისო ვაჭრობა წარიმართება დოლარით, ამერიკა შეიქმნა იმისთვის, რომ დოლარი დაეცვა. როგორც საკი სადმე დოლარს
რაიმე ეხებოდა მომენტალურად ამერიკის შეიარაღებული ძალები იქ მიდიოდნენ და ამ საკითხს ალაგებდნენ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ახლა მიმდინარეობს, ახლა ამერიკა აღარ სჭირდება მსოფლიოს ისეთი როგორიც არის, იმიტომ რომ დოლარიც აღარ სჭირდება მსოფლიოს. უკვე ისეთი როგორიც არის, გადადი ყველაფერი ციფრულ ფულზე. ამიტომ ამერიკაც კარგავს იგიდია თავის ფუნქციას. ხო, თუმცა შეიძლება პოლიტიკურმა პროცესებმა და გარკვეულმა რაღაცა სვლებმა ეს ყველაფერი შეაჩეროს და მსოფლიო თუ გახდა მრავალპოლუსიანი, მაშინ როგორ თქვა, მრავალ კუპიურიანიც გახდება და სიტყვაზე ვამბობ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა დოლარზე არ მოხდება და მოხდება მათ ფულზე კონვერტაციით და ასე შემდეგ. თუ მრავალპოლუსიანს მსოფლიოზე ვლაპარაკობთ. ამიტომ ან შექმნიან ერთ დიდ ფულს, მოკლედ მთელი ამბები არის. მე შეთქმულების თეორიების არ მჯერაო, მაგრამ ნუ რა გავაკეთო, რამდენი შეთქმულების თეორია ძალიან მაგარი რაღაცა. შეთქმულების თეორიის მოყვარულებსო ძალიან დიდი თავსატეხი აქვთ, იმიტომ რომ აქამდე რას შეთქმულების თეორია იყო, ყველა გამართლდა. ამას ვაპარაკობ ზუსტად, ხო, კი, არ მჯერა შეთქმულების თეორიების, მაგით არ ცხოვრობ, მაგრამ ნამდვილად ყველა გამართლდა და ასე რომ ეხლა არ დაიჯერო ეს ერთნიშნულოვნად არ არის. ამიტომ იქნება ელექტრონული ფული, რომლის გამოც ძალიან დიდი გარდამტეხი და უბედური პროცესები შეიძლება მოხდეს სახელმწიფოში. იმიტომ ეს ელექტრონული ფული არის ძალიან დიდი კონტროლის მექანიზმი თითოეული. ტოტალური კონტროლი. რა თქმა უნდა ეს როგორც ამბობენ არ იქნება უბრალოდ ფული, რომელსაც ხარჯავ ყველაფერში როგორც გინდა, ანუ კვებისთვის ცალკე იქნება ეს ქულები და ეს ყველა. პლუს დაგროვების ფუნქცია არ გექნება მე მაგალითად ესეთი პროექტები ვიცი რომ თვის ბოლოს გიქრება თუ რამე გადაგროვება. აი ესეთი რაღაცები ხდება. ყოველ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი მიმართულება შეთქმულების თეორიების ესეც არის და ამიტომ მე ვფიქრობ რომ იყო ძალიან სერიოზული საკითხი იმასთან დაკავშირებით რომ ამერიკის შეერთებული შტატები ისეთი ძლიერი და ისეთი ფსტაგაშლილი როგორც აქამდე იყო უბრალოდ აღარ სჭირდება მსოფლიოს და ამიტომ შეიძლებოდა იქ რაღაცა სერიოზული ყევები ყოფილიყო. კაცმა არ იცის ხვალ რა მოხდება და ზეგ იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ჩვენზე მეც ფიქრობენ და ჩვენზე მეც აკეთებენ იმისთვის რომ ეს დედამიწა ისე წავიდეს როგორც მიდის ეს ადამიანები იცვლებიან მოდიან ახალი ადამიანები მაგრამ მაინც ამათ ზემოთ კიდევ ვიღაც რო არის ფაქტია რომ გადახედოთ დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერებს ახლა უკვე გამოჩნდა მეორე ერთი იყო პუტინი და მეორე გამოჩნდა ტრამპი აი დავისახელეთ ვინმე სიტყვას თუ რამე ფასი აქვს სიტყვას ფასი მაშინ აქვს რო იტყვი და აკეთებ ცუდს აკეთებ თუ კარგს აკეთებ აკეთებ ანუ ფასი აქვს და წარმოუდგენელი ამბავი ტრიალებდა მსოფლიოში მე რომ დავიწყე პოლიტიკის გაშუქება ყველა ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი თავისთავად მოვლენა იყო რა თქმა უნდა ლიდერები თავისი მარგარიტ ტეჩერს შეეძლო ჩაფრენილიყო ინდოეთში და ისე გადაეწყვიტა რაღაც საკითხი რომელიც საერთოდ ინგლისს არ ეხებოდა მაგრამ ეხებოდა მსოფლიო პოლიტიკას რა თქმა უნდა სხვა ლიდერებთან მათი ავტორიტეტი მათი სიტყვა მათი წონა მათი აზროვნება მსოფლმხედველობა და ზომა და წონა პიროვნული წონა და პიროვნული ავტორიტეტი აბსოლუტურად სხვა იყო. გადახედეთ რა ხდება ან დიდი რუიანის შეხვედრებზე, ან ოცეული შეხვედრებზე. და საუბარი არის ევროპაზე, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში არ ქონია მაგის ინტელექტის დეფიციტი. სილვიო ბერლუსკონის შემდეგ პრეზიდენტმა სარკოზიმ უკაცრავად ცოტა გაიფართხალა. თორე დამისახელეთ ევროპაში აი ლიდერი მერკელს ამბობენ ხოლმე, ალბათ ეგ იყო ბოლო. უკაცრავად ძალიან დიდი კახით დაასრულა. ხო, ისიც პუტინის დახმარებით. პირდაპირ მნიშვნელობით ვლადიმერ პუტინის დახმარებით გახდა ანგელა მერკელი, არგელა მერკელი. თუმცა მას კონკრეტული პოლიტიკური პროექტი მაინც ჰქონდა, რომ აი გერმანიისთვის მოეტანა გაზი, უფასო იაფი გაზი, იაფი ენერგორესურსები, ანუ ის რაღაც, ნუ პოლიტიკოსი დღევანდელი გერმანია პრაქტიკულად შექმნა და შეინარჩუნა, რაც ვერაფერ ვერ უქნა, მე ამ შოლცმა ავადმყოფმა. მოკლედ ჩვენ ახლა არა ვართ არც მე და არც თქვენ პოლიტიკური ექსპერტები ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დილეტანტის დონეზე ჩვეულებრივი ობივატელების დონეზე ვსაუბრობთ მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ მე ეს საუბარი რომ მომესმინა რომელიმე პოლიტიკური მიმომხილველისგან 10 წლის წინ ეს იქნებოდა ჩემთვის ძალიან დიდი შეფასება ჩვენ რასაც ვსაუბრობთ და ჩვენ გვაქვს ამის საშუალება იმიტომ რომ პირდაპირ ყველაფერი ღია არც სამკითხაო არც გასარკვევი არც დასაფიქრებელი და არაფერი პირდაპირ ამბობენ რომ კი შენ რაც გემართებოდა ჩვენ ვაფინანსებთ ბაგურიც რაზე მინდა გითხოთ გადაცემის ბოლოსკენ. აი, ჩვენ თქვით რომ არა ვართ პოლიტიკური ექსპერტები და ნამდვილად ეს ასე არის.
თუმცა და თანამედროვებლად ვისაუბრეთ, აი რამდენად მოსაწონია ჩვენთვის კარგი არის მაგალითად ამერიკული მმართველობის სისტემები, ხო? ამასთან ერთად ძალიან აქტუალური გახდა საკითხი რუსეთთან ურთიერთობის საკითხი საქართველოსი და აი ამაზე მაინტერესებდა თქვენი აზრი. რამდენად იქნებოდით თქვენ იმისი მხარდამჭერი, იმ იდეის მხარდამჭერი ან მომხრე, რომ დაიწყოს რუსეთთან ჩვენმა სახელმწიფომ დიალოგი? რაიმე ფორმატში შეიძლება იყოს 3+3, შეიძლება არ იყოს 3+3, რაიმე სხვა ფორმატი იყოს. ზოგადად ამ იდეას რამდენად უჭერთ მხარს, რომ საჭირო არის, არა იმიტომ რომ რუსეთი შეიძლება ძალიან მოგწონდეს როგორც სახელმწიფო, არა, რა შუაშია ჩვენს მოწონებაზე რო არ არის არაფერი ხო ცხადია, მაგრამ საჭიროებას რამდენად ხედავთ ამისას, რომ დაიწყოს ერთგვარად ურთიერთობების რაღაც ფორმით აღდგენა, რაღაც ფორმით ნორმალიზება და საუბარი იმაზე, რაც ჩვენთვის არის უმთავრესი პრობლემა, ბუნებრივია ტერიტორიული საკითხები და კიდე სხვა ბევრი პრობლემას გვაქვს, ხო, ამ სახელმწიფოსთან. აქამდე ეს ყველაფერი იყო აკრძალული იმ ფორმით, რომ პირდაპირ იყო გამოცხადებული, რომ რუსეთთან რაღაც დიალოგის თემას ახსენებდი და ეს მაშინვე ინათლებოდი, რომ შენ ხარ პუტინმა ჩაგიდო ჯიბეში ფული, ეს რო თქვა. აი ხა დღეს მე ვფიქრობ, რომ რაღაც განწყობები ამ მხრივ არის შესრულილი. საინტერესოა, რომ ხელისუფლებას ამ მხრივაც ძალიან ფრთხილი პოზიცია აქვს და აქ ისევ საკუთარ თავზე ვიტყვი, რომ მანამდე თუ მე ვიყავი რაღაც ისევ უფრო რადიკალურად განწყობილი, რომ უფრო მოქმედებაა საჭირო, უფრო რადიკალური ნაბიჯები. ბოლო პერიოდის მოვლენება მეც დამანახა, რომ ამ სიფრთხილეს როგორც ჩანს ჰქონდა თავისი ძალიან რაციონალური საფუძვლები და ხედავთ ეხა ამ ყველაფერს რა ბრმა ხო არა ვარ რო ვერ დავინახო. მაგრამ აი ნელ-ნელა მაინც ეგ საკითხი დგება უკვე საქართველოს ალბათ დღის წესრიგში და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად დადგება. თქვენ თუ უჭერთ აი ამ იდეას მხარს, რომ რაღაც ფორმით უნდა არსებობდეს დიალოგის ფორმატები. იცით დღეს დავწერეთ ხო ვთქვი რომ ყველა პოლიტიკოსი რომელიც დღეს თანამდებობას იკავებს სოფლიო მასშტაბის რომელიმე ორგანიზაციაში ეს არის ევროკავშირი, ევროსაბჭო რაღაცის თავმჯდომარე, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, გაეროს თავმჯდომარე, ყველა პოლიტიკოსი ვინც მხარს უჭერს რომ არის დასაჭერი და სამუდამოდ ციხეში გასაშვები და ეს იქნება მე არ ვლაპარაკობ სახელმწიფოს მეთაურებზე. სახელმწიფოს მეთაურებს აქვს თავის სახელმწიფოს ინტერესები, მაგრამ ურსულას არ უნდა კონდეს ომის გაგრძელების ინტერესი სადმე ეს არის სუფთა წყლის უბედურება. ამიტომ მე დიპლომატია არის ანაბანა პოლიტიკის, ანუ საფუძველი, ძირი, ფუნდამენტი და ყველაფერი. ანუ შენ ყველაფერი უნდა გააკეთო ლაპარაკით. ომი არის ყველაზე ბოლო და მძიმე სტადია პოლიტიკოსის და მინდა გითხრათ რომ წამგებიანი ეს არ არის შუა საუკუნეები, როდესაც დაპყრობებით სახელს იკეთებდი. ეხლა არის სისუსტე თითქება, როცა ომამდე მივა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, იმ მეთაურების სისუსტე თითქება ეს. რომ მათ ვერ მოახერხეს მშვიდობიანი მოლაპარაკება. საქართველოს და რუსეთს როგორც არ უნდა ხდებოდეს და რაც არ უნდა ხდებოდეს, მე ვლაპარაკობ ლოგიკით, მოუწევთ დალაპარაკება. ნახეთ, თქვენ თუ მე წამართმევთ ტელეფონს, მე თქვენ უნდა დაგელაპარაკოთ, რომ ეს ტელეფონი დამიბრუნოთ. ჩვენ შორის რაღაც კომუნიკაცია უნდა მოხდეს. მესამე ადამიანი დაგვეხმარება, 4 ადამიანი დაგვეხმარება, 8 კაცთან ერთად გავარჩევთ ამ საქმეს, რომ რატო წამართვით ტელეფონი, მართალი იყავით თუ არა. ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია, მაგრამ საუბარი იმის შესახებ, რომ თქვენ მე ტელეფონი უნდა დამიბრუნოთ, ეს ყველა შემთხვევაში მოხდება. ამ შემთხვევაში შეიძლება კიდევ ვამბობ არ მოხდეს, იმიტომ რომ ეს ორი ადამიანის ურთიერთობა და მესამე ადამიანის თხოვნით შეიძლება ეს ტელეფონი ჩემთან საუბრის გარეშე დამბრუნდეს, მაგრამ პოლიტიკაში ესეთი რაღაცები არ ხდება. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა. მე საერთოდ კი ძალიან მძიმე ურთიერთობა გვაქვს, ძალიან ცუდად მოგვექცა რუსეთი, ძალიან ცუდად. მეორეს მხრივ არადაუმსახურებლადაც ეს სიტყვები მინდა სწორად გაიგოთ. ჩვენ თუ არ ვსაუბრობთ ემოციებით და ვიცით რომ მონსტრი ყავს მეზობელი, არ უნდა გადავრიოთ. ხდებით მეტი არაფრის გამო რა. ადამიანი ამბობდა, ანუ რუსეთი ადამიანი ხელმძღვანელი ყველა და რუსეთი ამბობს, რომ საერთოდ რომ ტერიტორია დარჩეს საქართველოს და შემოვღობ ბადით, მაგას გავაკეთებ ოღონდ ნატოს საჰაერო სისტემებს არ დაგარგმევებთ ჩემს საფრთხეს საზღვარზე. აი რო ამოგწყვიტოთ საერთოდ გადაგბუგოთო
და უბრალოდ ბადით შემოვღობა საქართველოს ტერიტორია, უბრალოდ არ დაგაყენებინა. იგიც მირჩევნია იმას, რომ აქ იდგეს არ მინდა ამის გაკეთებაო რა. არაფერს არ გთხოვს სხვას, საერთოდ არაფერს არ გთხოვს სხვას. მე რაც წლებია ვისმენ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების უმაღლეს დონეზე შეხვედრებს, არის ყოველთვის იყო ორი საკითხი. იყო ერთი ეს და იყო მეორე საკითხი პანკისის ხეობასთან დაკავშირებით, რომელიც არის ძალიან დელიკატური, მძიმე და ამაზე საუბარი არ მინდა ღია ეთერში, იმიტომ რომ ეს პრობლემა რეალურად იდგა საქართველოში. და ეს პრობლემა მოსაგვარებელი იყო ეს საკითხი და ადვილად მოგვარებადი პრინციპში. გამოჩნდა კიდევაც რაღაცები, მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი. მეტი პრეტენზია ამათ არ ქონია. ეხლა შეიძლება გულში რაღაცა გქონდეთ კაცო, მაგრამ ღიად გეუბნება ამას. ამიტომ მე მომხრევარ დღეს დაველაპარაკოთ, აბსოლუტურად არა ვარ, ეხლა რომ გავიქეცით და ვასლათ ვეახლეთ. ამერიკას უხდებს ციც და ევროკავშირს დავახურეთ თავზე ყველაფერი თუ ბოლო წლების მანძილზე არც პუტინის გამოლანძღვა გაუკვირდება ვინმეს, მაგრამ ამას უნდა ქონდეს ძალა და საფუძველი. ანუ მე ძალიან მომწონს ქართული ოცნების რასაც იტყვის იმის გამკეთებელია და თუ რაღაცას ვერ აკეთებს იმას არ ამბობს. კი ბატონო, აი ამ სიტყვებს გააგებინა ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოსახლეობას, რომ საქართველოთი არ იწყება და არ თავდება დედამიწა. ყველა ჩვენზე არ ფიქრობს და ჩვენ ვართ ერთი პატარა ქვეყანა, რომელსაც თავისი ინტერესების დაცვა ძალიან რთულ პერიოდში და პროცესებში უწევს. რომ არავინ არ არის შენი გადამკვდარი მეგობარი, რომ არავინ არ არის არიღვიძებს და არიძინებს ქართველებზე ფიქრით. ჩვენ ხო ესე გვეღონა, რომ ყველა პუტინი დილით რო გაიღვიძებს, იმაზე ფიქრობს, აბა რამდენი ქართველი დავხვოცოთ. ხო, ნუ ბოდვებში ვიყავით და ბევრი რამე გაირკვა, ბევრი რამე გავიგეთ, ბევრი რამეს მივხვდით და მივხვდით იმასაც, რომ ალბათ მივხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღმერთმა გვარგუნა გეოპოლიტიკურად ძალიან აი ეს საჯვარედინის ადგილი, სადაც სულ ხოცა ჟლეტვა, უტვა ინტერესების გადაკვეთა არის, მეორეს მხრივ მოგცა იდეალური ადგილი იმისათვის, რომ შენს მეზობლად ყავდეს ნახევარი მსოფლიოს მმართველი რუსეთი ერთ თავში ქვეყნის და მეორე თავში ნატოს წევრი თურქეთი უზარმაზარი. აი ხომ შეიძლება ამ პატარა ქვეყანამ ისარგებლოს როგორც ამდენი რუსეთიდან, ისე ამდენი ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთიდან. ეს ხომ ყველაფერი სხვა ქვეყნების გამტარია რუსეთის მომხრე ქვეყნებისა და ნატოს წევრი ქვეყნების. ბუნებრივად ეგ არის ჩვენი ფუნქცია. ეს ფუნქცია თუ მოხერხდა, ხო და ამაზე მაქვს საუბარი, ამას თვე საუბრობდი ჩემ მეგობარს და უთხარი, მე მგონი გიორგი ბრწყინვალის შემდეგ ესეთი შანსი საქართველოს არ ქონია თქო და ღმერთმა ქნას ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელმა ხელისუფლებამ მირაკლ კობახიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც მე ძალიან გულწრფელად უჭერ მხარს და როგორ თქვა ვქომაგობ, იქნებ გავძვრეთ და მოვახერხოთ ის, რომ ყველას ინტერესი საქართველოსთან დაკავშირებით იყოს დაკმაყოფილებული მთელ მსოფლიოში. ოღონდ ეს ყველა ინტერესი იყოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და აი ეს პროცესი არის ეხლა და თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რაც არის ჩაფიქრებული, რომ შუადერეფნის ფუნქცია საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ აიღო და ამაში ყველა დიდი ქვეყნის ინტერესი იქნა ჩადებული, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყევს და ჩვენი უსაფრთხოების კონცეფციას ეგ ეს იქნება მართლაც უნიკალური და ბრწყინვალე ფუნდამენტი სუვერენული დამოუკიდებელი განვითარებული პროგრესული ქართული სახელმწიფოსი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აი ამ ღვრეულ წყალში ერთხელ მაინც 30 წლის მანძილზე საქართველოს დაიჭერს იმ ოქროს რომელსაც რომელიც ვერც ერთხელ ვერ დავიჭირეთ, იმიტომ რომ ჩვენი ყველა იმპერიის ნგრევას ჩვენ უნდა ჩავყოლოდით ხოლმე და იმედია ეხლა მაინც ჩვენ ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს წევრი ქვეყნები გახდნენ, ყველამ რაღაცა ყველა არეულობის და ყველა იმის დროს მოგება ნახა და ახლა როგორც ჩანს საქართველოს გარშემო ტრიალებს ის საქართველოს უნდა დაშალოს მე მგონი ევროკავშირის როგორც ვაწყოთ. არის ყოველ შემთხვევაში მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ხელისუფლება და დღე ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოახერხებს იმას და ის 1.5 მილიონი ადამიანი, რომელმაც 1.180.000 თუ არ ვცდები, რომელმაც 2.280.000 ვინც ხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას და დატოვა ხელისუფლებაში კიდევ 4 წლით,
აი მთელი საქართველო არა, მაგრამ საქართველოს უდიდესი ნაწილი ნამდვილად არის ერთსულოვანი იმაში, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი გზით, ქვეყანა მიდის სწორი გზით და აი ეს გამკაცრებული სისხლის სამართლის კანონები აბსოლუტურად არავის არ აღელვებს რა. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ბაკურ გადაცემაში სტუმრობისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა თქვენ. იმედი მაქვს კიდე არაერთხელ გვექნება ამის შესაძლებლობა. მადლობას გადაგიხდით. შეგახსენებთ რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და 4 შაბათამდე დაგემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ. კარგად ზანდებოდეთ.